კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო დროსოსანერებო და მაყურებლებო, მეგობრებო. ეს ვიდეო არის ვიდეოს გაგრძელება, რომელიც მე ავტვირთე დილას. უბრალოდ შუადღისთვის ალბათ დილას წერდი, რომელიც ეხება ტარტარიას და საკვებს, რომელიც მიღება ჩვენ გვაიძულებდნენ ეფირის მაგივრად. ხო, პირველ ვიდეოში არ ჩამეტეოდა, მაინც გამეჩიშებოდა და ამიტომ გავყავი ორად. მეორე ნაწილი არც ისე დიდი გამოვა. მას მოდით გავაგრძელოთ. ხო, სადაც გავჩერდი, იქიდან გავაგრძელებ. დააკვირდით. ჩინეთის დიდ კედელს ამ ზოგად კოშკის კბილებიანი კედლები მიმართულია ჩინეთის შიგ, მაგრამ უცნაური ეს არ არის მთელი კედლის განსწვრივ ერთნაირ მონაკვეთზე იდგა სპილენძის ფიალები. პოსტამენტებზე ისტორიკოსები ამბობენ, სიგნალური კოცონებისთვის იყო ეს ფიალები გაკუთვნილიო, მაგრამ სპილენძი ცუდი არჩევანია ამდაგვარი კოცონისთვის, რადგან ის მალე გამოიწვება, მაშინ რომ კოცონი დაანთო. სპილენძი არის იდეალური გამტარებელი კედელი იყო გიგანტური ტალღების გამონაწილებელი, რომელიც გადასცემდა ენერგიას ეფირიან სადგურებიდან მატერიკის სიღრმეში. ხო, ანუ ის ფიალები, ის სპილენძი იყო როგორც გამონაწილებელი ხელსაწყო, რომელიც ანაწილებდა გიგანტურ ტალღებს მატერიკის სიღრმეშიო. როდესაც ეს სისტემა დაიპყრეს, ფიალები გადაადნეს, კედელი კი გამოაცხადეს დაცვით ნაგებობად. ამ მომენტიდან დაიწყო ნაძალადები აზიის დამიწება, დაპყრობა. ხო, რუკაზე ხო მართლა მე თქვენ იმ რუკას მოგიწებნით, სადაც სრულიად აღნიშნულია მთელი მატერიკების ტარტარიის ქვეშ ცხოვრება. ანუ როგორც ტარტარიის ცივილიზაცია. 1790 წელს პეტერბურგში გამოსცეს დოკუმენტი დასახელებით აღწერა ყველა ერებისა რუსეთის იმპერიისა. მასში ნახსენებია თვით მჭამელებზე ჩრდილოეთში, მაგრამ ეს პირდაპირ გაგებით არ იყო, საკურველია თვით მჭამელები. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ისინი ჭამენ საკუთარ თავს, ხო? სინამდვილეში კაცი ჭამია, ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ თუ ორიგინალს წაიკითხავთ, ამ დოკუმენტისა იქ წერია, რომ იკვებებიან თვით არსებულად, ანუ იკვებებიან დამოუკიდებლად, აქ იგულისხმება. სამასუშნა, თვით არსებული, თვითონ არსებობს და იკვებებიან დამოუკიდებლად, ესე იგი, თავისით. ანუ აქ იგულისხმება ეფირული კვება, ესე იგი, არ ითხოვენ გარედან საკვებს, ანუ იკვებებიან შიგნიდან. სამასუშნა, ანუ შიგნიდან. თვით არსებულ, საერთოდ სამასუშნას არის თვით არსი, პირდაპირ გადათარგმნა, მაგრამ ამ შემთხვევაში
იკვებება თვითარსებულ, ანუ გარედან აი კერძების მაგვარად არ ითხოვს საკვებს. მათ შეუძლიათ კვირების განმავლობაში ყოფნა ყინულოვან უდაბნოში, კვების გარეშე. უბრალოდ სუნთქავენ სუსხიან ჰაერს, როგორც არის ეს შესაძლებელი. თურმე ცივი ჰაერი უფრო მჭიდროდ შეიცავს ყველაზე მეტ ელექტროდენს. ეს ხალხი ფლობდნენ შიდა ქვაბის ტექნოლოგიით, რომელიც იძლეოდა საშუალებას გარდაექმნა ეფირი სითბოში და ენერგიას სხეულის შიგ. ეს უნარი ჩვენ წაგვართმეს და შეგვითვალეს ის ცხელი საჭმლის დამოკიდებულებაზე. ომსკის რაიონის სიახლოვეს გათხრებისას 2014 წელს ნახეს უცნაური კერა ნახეს კერამიკული ჭურჭლები ორმაგი კედლით. კედლებს შორის იყო ჩაყრილი რკინის ნახელხები, დაბქული ქარვა. ამ ხელსაწყოს იმეორებს ხელსაწყო რაიხა, რომელიც აგროვებს სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც გამოიგონეს მე-20 საუკუნეში. ტარტარიაში მასეთი თერმოსები იყო. ყოველ სახლში ხალხი ატარებდა მასში წყალს, რომელიც არასდროს ფუჩდებოდა და იძლეოდა ძალას მთელი დღის საყოფს, მთელი დღით რომ ყოფნიდა. იმდენ ძალას აძლევდა ადამიანს. მაგრამ მე-19 საუკუნეში ამდაგვარად კერამიკის წარმოება იყო აკრძალული. ის შეცვალა ოლოვის და ფუჯის ჭურჭელმა, რომელიც პირიქით აქრობს პროდუქციაში ენერგეტიკას. 1845 წელს ირლანდიაში დაიწყო უდიდესი შიმშილი. ოფიციალური ვერსიით კარტოფილის დაავადების გამო დაიღუპა მიახლოებით 1 მილიონი ადამიანი. მაგრამ თუ ნახავთ საპილოტო წიგნებს მაგ პერიოდისა შიმშილის დროს ირლანდიაში, უпроსტად შიმშილის დროს, მაგ დროს ირლანდიიდან ყოველდღე გამოქონდათ ათობით გემით ბოლომდე გავსებული ხორბლით, ხორცით და რძის ნაწარმით. საჭმელი იყო საკმარისი ქვეყნისის, მაგრამ ხალხს აუგზალეს მისი ჭამა. შიმშილი იყო მოწყობილი ხელოვნურად, იმისთვის რომ ადგილი ადგილობრივი, ხო, ეს შიმშილობა იყო მოწყობილი იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა ჩაეხშოთ და ამ წინააღმდეგობის ჩასახშობად გამოიყენეს შიმშილი და აიძულეს ისინი მიეღოთ ახალი სისტემა საკვების განაწილებისა, მაღაზიების და ბანკების დახმარებით. ირლანდია იყო პოლიგონი საჭმლის მონობის დასამუშავებლად, რომელსაც მოგვიანებით გამოიყენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხო, მინდა გითხრათ, რომ სტალინმა კიდე სადა 1931 წელი იყო, მგონი თუ არ ვცდები, უკრაინა აშიმშილა ხელოვნურად. იქ ჩაიყვანა ჯარი, ხალხს წაართვეს ბოლო მართლამდე ყველაფერი და ხალხმა შვილების ჭამა დაიწყო.
ხშირი ხალხი. თუ ოჯახში ყავდათ შვილები, შვილების ჭამა დაიწყო. იმდენად იყვნენ დამშიებული. არა, ეს არ არის ზღაპარი, ეს მართლა ხდებოდა მასზე. 1851 წელს საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა ლონდონში, იქ იყო წარმოდგენილი პირველი თანამედროვე ასორტიმენტი პროდუქტებისა მასიური მოხმარებისთვის. ამ დროსაც ეგვიპტეში დაიწყო უცნაური არქეოლოგიური სამუშაოები, პირამიდა სახარა თუ საკარა, სწორი რომ მიდა, საკარა, პირამიდა საკარას არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც თავისი სტრუქტურით არის გიგანტური ფენოვანი კონდენსატორი. ღობავდნენ ამ პირამიდას და აცხადებდნენ მას. ხო, აქ ეს პირამიდა გაასაღეს როგორც გრაბნიცა, მაგრამ ამას ქართული თარგმანი მე ავურჩიე აკლდამა, ხო, გონი ეს უფრო უხდება, აკლდამა. ეს გრაბნიცა არ არის სარკოფაგი, სარკოფაგი სულ სხვა, სასაფლაო სხვა, ამიტომ მე ამ თარგმანზე შევჩერდი აკლდამა. მაგრამ პირამიდის შიგ არ არის არც ერთი წარწერა სიკვდილთან დაკავშირებით. ის არის უზარმაზარი გრანიტის სარკოფაგი, რომელიც გერმეტულად არის გაკეტილი. მათ შიგ არ პოულობდნენ მუმიას, მათში პოულობდნენ სუფთა მეტალების ნალექს. ეს იყო რეაქტორები, შესაქმნელად ერთიანი ღმერთების საკვებისა. მაღალ ენერგეტიკული პლაზმისა მთელი პლანეტის მასშტაბით მასეთი რეაქტორები იყვნენ ან აფეთქებული, ან ჩაფლული სილაში ან თიხაში. ძველ ზღაპრებში ყველა ერებში სწორად ხშირად ახსენებენ გაასახალგაზრდებებელ ვაშლებს, მალადილნეი იაბლაკი, ვაშლებს, რომელიც შეჭამდა გაახალგაზრდავებს. მალადილნეი იაბლაკი, გასახალგაზრდებელი ვაშლები. ან ამბროზიასაც უწოდებდნენ მაგათ. მაგრამ ეს ის ამბროზია არა დღეს, რომ ბალახი იზრდება, არა. ეს ნაყოფი ანათებს მაგარია ქვასავით და ერთი ნაჭერი საკმარისია რომ სასიცოცხლო ძალით გაივსეს ადამიანი. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის აღწერა კრისტალების, უბრალოდ ეს არის აღწერა კრისტალიზირებული ენერგიისა, რომელიც მიიღებოდა იმ დროინდელ ტარტარიაში, როდესაც ცენტრალიზირებული ქსელი ეფრისა იყო დანგრეული. ეს ნაყოფები არ იმუხდებოდა. კაცობრიობა დარჩა სიცოცხლის წყაროს გარეშე. მაშინ ჩვენ შემოგთავაზეს სუროგატები.
სუროგატი მცენარეები. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ სოფლის მეურნეობა ეს არის პროგრესი, მაგრამ დააკვირდით ველურ მცენარეებს ისინი შეიცავენ არც მეტ ვიტამინებს და მინერალებს, ვიდრე კულტურული სახეობის მცენარეები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. რადგან ესენი სპეციალად არის გამოყვანილი ისეთად, რომ მათში იყოს ბევრი შაქარი, ბევრი კრახმალი, მაგრამ მინიმალური რეალური ენერგია. ჩვენ ჭამთ ცარიელ კალორიებს, ამიტომ საშუალო სიცოცხლის ხანძრივობა შემცირდა 100 წლებიდან 74 წლამდე. 1803 წელს ამერიკაში იღებენ კანონს გომსტადებზე, რომელიც ავალდებულებს ყოველ მაცხოვრებელს მოხსნას მიწა. რუსეთში ამავე დროს აუქმებენ крепостное право, ყმობას. ბატონებს ხო ყავდათ ყმები? ხო, ესე იგი ყმები თავისუფლებდნენ, ხდებოდნენ თავისუფლები. крепостное право გაუქმდა იმ დროს 1860 წლის კენსაცხა, უფრო მოგვიანებით შეიძლება 61 წელს, არ ვიცი, არ მახსოვს. მაგრამ გლეხებს აძლევენ მიწას იმ პირობით, რომ ისინი მოიყვანენ ხორბალს გასაყიდად მთელ პლანეტაზე თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ეფირით და ენერგეტიკული ბაღებით, გადააქციეს დაბნელდა, ვერ ხედა. ხო, ახლა შუქი ავანთე და უფრო კარგად ხედა, ცოტა ისეთი ამინდია. ხალხი გადააქციეს ხნელებად. ანუ აიძულეს ხალხი დაემუშავებინა მიწა. და მიწები დაურიგეს ხალხს სახნავად. და გაანადგურეს ბუნებრივი ენერგეტიკული კავშირები ნიადაგთან. დახნული ნიადაგი პლანეტის ზურგზე ჩანს შრამივით, რომელიც ბლოკირებას უკეთებს მიწიერ ენერგიას. ანუ მიწის დახნის დროს წყდება კავშირი ცოცხალ არსებებთან და მიწას შორის, ასე რომ ვთქვათ. ვატიკანის არქივში ინახება მისიონერების ანგარიში ტიბეტიდან 18 საუკუნის დროისა ისინი გაუგნებულები წერენ სამეფოზე ჩრდილოეთში, სადაც ხალხმა არ იციან ორუნცელობის ცოდვაზე, რადგან სვამენ ვერცხლის წყალს. მისიონერებმა ამას უწოდეს ეშმა კეულის მოგონილი. ზუსტად ეკლესიამ შემოიტანა ახალი და ზუსტად ეკლესიამ და ახალმა ელიტამ შემოიტანეს, ანუ გახსნენ ინიციატორები საჭმლის რეფორმისა. მათ სჭირდებოდათ სხეული, რომელიც მოითხოვდა მუდმივ გაფრთხილებას, მოვლას, დამონებას,
რომელიც განისლულია მონელების პროცესით სადეთ არ ჭამოთ 3 დღე და თქვენ ნახავთ როგორ მძარდება თქვენი გზნობები 1945 წელს ბერლინის აღების დროს საიდუმლო ბუნკერში ანანერბეს საიდუმლო ბუნკერში იყო ნახული უცნაური კაფსულები სითხით რომელიც ანათებდა სიბნელეში და იყო ვერცხლის წყლის სისქის ჯარისკაცები მისი გასინჯვის შემდეგ მთელი კვირა არ ეძინათ და ფლობდნენ არადამიანური ძალით ეს კაფსულები უნაკლოდ გაქრა სპეცსამსახურის არქივებში მაგრამ ეს ნიშნავს რომ ტექნოლოგია არ არის სამუდამოდ დაკარგული ყოველთვის როდესაც თქვენ გზნობთ შიმშილს 2 საათი 3 საათის შემდეგ სადილიდან იცოდეთ ეს თქვენი კუჭი არ ითხოვს აკვებს ეს თქვენი უჯრედი ყვირის ეფირის არ ყოფნის გამო რომელიც დაბლოკილია შაქრით და კლეჩატკით მაგრამ რატომ მაინდამაინც ჩვენ დროს ეს საიდუმლო რატომ გამშავდა ახლა მოსკოვის სადაფები რატომ ასხივებენ ენერგიას ანუ ეფირს ძველი ქსელი ტარტარიისა იწყებს გამოღვიძებას და შემდეგ ბლოკში როგორც კონკრეტული კატასტროფამდე მე-19 საუკუნეში იყო გამოყენებული ხო როგორ იყო კატასტროფა მე-19 საუკუნის კატასტროფა გამოყენებული იმისთვის რომ სამუდამოდ დაემარხათ ჩვენი ჭეშმარიტი უნარები კულტურული ფენის ქვეშ ეგრეთ წოდებული კულტურული ფენის ქვეშ და თავდახვეული გარემოებისა თქვენ იცით ტალახიან წარღვნაზე რომელიც სინამდვილეში იყო გლობალური ოპერაცია პლანეტის გაწვენდისა იმისაგან ვინც ვარ ითქვა სცენარეულ დიეტაზე პირველი სართულები იქნა ჩაფლული ფანჯრები ტროტუარის დონეზე იმყოფება ზოგ ადგილას კი უფრო სიღრმეში 1811-დან 1850 წლებს შორის კაცობრიობა შეეჯახა პირველად თავის ისტორიაში ნამდვილ შიმშილს 1811 წელს შევიდა 1811 წელი შევიდა ისტორიაში როგორც წელი ზაფხულის გარეშე მთელი ჩრდილო ევროპაში და ამერიკაში ივნისში წამოვიდა თოვლი შემოსავალი დაიღუპა ოფიციალურად ეს დააბრალეს ვულკანს ტამბორს რომელიც ამოიფრქვა ინდონეზიაში მაგრამ ამას არ აღწერენ როგორც სიბნელეს ხო მოვიდა სიბნელე ამ პროცესს აღწერენ როგორც მოვიდა სიბნელე ადამიანთან ხო ამას აღწერენ ამ პროცესს ამ დაბნელების პროცესსო როგორც სიბნელეს მოსულს ადამიანებთან ამ დროს ატიევს არსებობა სტარტარია მის ადგილზე ჩდება უზარმაზარი თეთრი ლაქა რომელსაც მოგვაწოდებენ ხო გვეუბნებიან რომ ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია
ციმბირში. ძალიან დიდი ტერიტორია დაიტბორა ციმბირის ხარეს. მაგ დროს, კატაკლიზმების დროს. ზუსტად ამ წელს მოშმიშილე ხალხს პირველად მასიურად ურიგებენ პურს და ხორბალს. ხალხი დააყენეს არჩევის წინაშე, ან ტანჯვეთის სიკვდილი ენერგეტიკული გამოფიტვისაგან, ან გადასვლან მცენარეულ დიეტაზე, რომელიც სამუდამოდ დაუხურავს მათ ცდომას მაღალ ცოდნებთან, მაღალ ენერგიებთან. მე-17 საუკუნეში პურს ნაკლებად ჭამდნენ, მაგრამ კატასტროფის შემდეგ პური ხდება ყველაფრის სათავე. ხორბალი შეიცავს გლუტენს, ნივთიერებას, რომელიც ქმნის შიგანში პლიონკას და ეს პლიონკა ბლოკავს არა მხოლოდ ვიტამინების შეწოვებას, არამედ წვრილი ენერგიების აცვისებასაც, როდესაც ადამიანი ძღება პურით, ის ხდება დამჯერი. მისი ნერვული დაბოლოებები და გირჩისებული ჯირკვალი ხდება გაჭედილი. 1832 წელს ბრიტანელი შპიონი და მოგზაური ალექსანდრე ბიურსი, რომელიც ბუხარაში ჩავიდა და სხვა რეგიონებში ყოფილი ტარტარიისა, ჩაწერა თავის დღიურში უცნაური რამ. ის შეხვდა მოხუცებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ადრე ქვები იყო, რომლებიც თავზე გემრიელი იყო და მას ჭამდნენ. მე ხა ეს პირდაპირ გაგებით არ იქნება ქვა. მან იფიქრა, რომ ისინი ჭკუაზე შეიშალენ, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსენებთ მეტალების პლაზმას, ყველაფერი გასაგები ხდება. ტარტარიის ცხოვრებები ჭამდნენ ოქროს და სპილენძს. ოღონდ პირდაპირ გაგებით კი არა, მაგალითად ავიღოთ სპილენძი და ხრნათ ჩვენი კულებით, არა. ისინი ჭამდნენ ოქროს და სპილენძის სითხეს, სვამდნენ უпростоრად ოქრო და სპილენძის ხსნარს, რომელსაც ეწოდებოდა ორმოსი. ეს ნივთიერებები ადამიანის ძვალს ხდიდა მაგარს, აგრეთვე კვებავდა უჯრედებს. ხომ გეუბნებით, ტყვია არ ეკარებოდა ხალხს. ტყვია სანაპიროს ჭამა არ დაიწყეს, პირდაპირ გაგებით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მაცხოვრებლების ხანძრიბობა მე-19 საუკუნეში იყო 30-45 წელი და ეს სიმართლეა. მაგრამ ეს იყო პირველი პური მჭამელების თაობის სიცოცხლის ხანძრიბობა. ეს ტარტარიის შემდეგ, ტარტარია ხო განადგურდა, ტარტარია ხო მოსწეს, შემდეგ ხალხი ხომ გადაიყვანეს პურზე და უცებ რომ გადაიყვანეს ხალხი პურზე, ორგანიზმმა ვერ მიიღო ეს საკვები და მომენტალურად შეუმცირდა ამ ხალხს ხანძრიბობა 30-45 წლამდე. წარმოგიდგენიათ რა ახალგაზრდები ხდებოდნენ. ორგანიზმი ვერ ინელებდა ამ საკვებს. მათი ორგანიზმი ვერ უძლევდა უცებად გადასვლას პურის დიეტაზე. ახალი ელიტა, რომელიც მოვიდა
ტარტარიის შემდეგ თვითონ გახდა თავისი სისტემის მსხვერპლი. მაგათმა გაანადგურეს პლაზმის წყაროები და ეგონათ, რომ შეძლებდნენ სამყაროს გაკონტროლებას საკვებით, მაგრამ ჯამში თვითონ დაიწყეს ავადმყოფობა და მალე ბერდებოდნენ. მალე დაბერება დაიწყეს იმისთვის, რომ მხარი დაიჭირათ თავისი სიცოცხლისთვის, მაგათმა დაიწყეს დიდი რაოდენობით ხორცის ჭამა. ხორცი არის სხვის შიშის კონცენტრატორი, ხო? ესე იგი ადამიანი, როდესაც ხორცს ჭამს, იგი შიშს კიდე ჭამს ხორცთან ერთად. და არის ხორცი საერთოდ არის დაბალი ვიბრაციის. და ეს ხსნის ეს არის უпроსტად ბინძური საწვავი, რომელიც იწვევს აგრესიას და ძალადობას, მაგრამ ჩხარა წვავს სხეულს შიგნიდან. სამყარო გაიყო ორად. ხსნელებზე და მხეცებზე. ორივეს დაავიწყდა სინათლის კვება. 1842 წელს პეტერბურგში გამოუშვეს უცნაური წიგნი სახელწოდებით ყოფადი ლექსიკონი. მასში იყო აღწერილი პირველად როგორ უნდა შეინახო ხორბალი ისე, რომ არ დავბეს და შესთავაზეს ხალხს კირი და ცარცის დამატება. კირის და ცარცის დამატება. ხორბალში წამოიდგინეთ. ორივე არის კალცი, ორივე შეიცავს კალცის, კირის და ცარცის. კალცის ჭარბი კონცენტრაცია კი იწვევს კალციფიცირებას. ეს იყო მეორე ეტაპი კაცობრიობის ბლოკირებისა. ჯერ ჩვენ წაგვართვეს ეფირი შემდეგ შიგანი გაგვიჭედეს გლუტენით, შემდეგ დაიწყეს ტვინის ბეტონიზაცია შიგნიდან, ჩვენი ორგანიზმის შიგნიდან. ადამიანის გირჩის, ჯირყვალის კალციფირება დაიწყო ამ კვებასთან ერთად. რადგან პურის დიეტაზე, როდესაც გადაგვიყვანეს, გირჩისებულმა ჯირკვალმა დაკარგა თავისი ინტუიცია და კავშირი საგვარეულოსთან, ზეცასთან, მიწასთან. ყველა მხრიდან დააცემენტეს რა კალცით. კალციფიცირება მოხდა, ვინც პურს ჭამს, მაგას ეს ნივთიერება ჭედავს ყველაფერს რა. ხო და მათ შორის გირჩისებული ჯირკვალიც გაჭედა გარშემო. შუა მე-19 საუკუნეში გახდა მისაწვდომი შაქარი. ადრე შაქარი ღვირდა აქამდე, ამ მე-19 საუკუნემდე შაქარი ღირდა ძალიან ძვირი და ითვლებოდა ეს შაქარი როგორც წამალი, ანუ მას იღებდნენ როგორც წამალს, მაგრამ აი როგორც ახლა ჩვენ გველიშხამს ვიღებთ როგორც წამალს, ან ციანისტი კალის როგორც წამალს, დოზებით უმატებ, ხო, აი ასე. როგორც წამალს ისე იყენებდნენ, მაგრამ უცებ მთელ სოფლიოში შენდება შაქრის ქარხნები. შაქარი არის იდეალური ბლოკატორი ეფირული სხეულისა, ის ქმნის ორგანიზმში მუდმივი ანთების პროცესს. ამ მდგომარეობაში ადამიანს არ შეუძლია შევიდეს რეზონანსში პლანეტის სიხშირესთან. შაქარი გახდა იმ თერთ ხმაურად, რომელმაც ჩაახშო
ეფირის მუსიკა ჩვენ თავებში. ტარტარიაში იყო ძალიან ტკბილი სიცოცხლე ამ შაქრის გარეშეც. ტარტარიის ძველი ტექსტები წერდა, რომ არის შიდა მზე, რომელიც ანათებდა წვის გარეშე შაქრის წვა უჯრედებში, ეს იგივეა, რაც შეცვლა მარადიული. ქარვისა, ძრავისა უბრალოდ, ესე იგი შაქრის მიღება იგივეაო, რაც შეცვლა მარადიული ძრავისა ერთჯერად ბატარეიკებზე, ერთჯერად ელემენტებზე ჩვენ ვიწვით იმისთვის, რომ ავწიოთ ხელი ან გადავდგათ ნაბიჯი. ანუ ჩვენ რო არ ვჭამდეთ საკვებს, ახლა ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ გადავადგილდეთ ან ხელებისევით ავწიოთ, მაგრამ და ვჭამთ ამისთვის და ვიმოკლეთ სიცოცხლეს, მაგრამ რაღა ახლა დავიწყეთ ამაზე ფიქრი. იმიტომ რომ ბინძური გაჭედვის დრო სრულდება. თიხა, რომლითაც ჩვენი ქალაქები არის დაფარული, კარგავს თავის იზოლაციას, თვისებებს. ამიტომ ეფირის ენერგია ისევ იწყებს გამოსვლას სარდაფებიდან. ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარს ამბობენ ხორცზე ჭამაზე, შაქარზე ჭამაზე და პურზე ჭამაზე. კი, ხორცს მე არ ჭამ, არ სცევს, მაგრამ კი, წყლის ჭამას შევამცირე და იმ პროდუქტები კარტოფილზე ვარ ვთქვი, პურს ვცდილობ ცოტა შევჭამო. ხანდახან ისე მინდა მოხარშული თომეული, ძალიან მიყვარს, ან ბლინები, მაგრამ თავს ვიკავებ. თუმცა ხანდახან კამფეტზე ვარს ვერ ვიტყვი. შაქარს უშვები ჩაისაც 1000 ერთხელ სვა, მაგრამ მაწონს ვერ ჭამ შაქრის გარეშე. ან რამე რო დავლიო, ცოტა შაქარს მაინც ვუკეთებ. მაგრამ ხო, ესეც იმასია ნარკომანივით დამოკიდებული ორგანიზმი. ერთი ახლა მე რატო არ ხედავ კამფეტებს? ერთი კამფეტით რომ ჩავიდვა პირში, იმას მეორე მესამე მოყვება და თან ერთ კამფეტს კი არ წუწნი, 2-3 ცალი მიდენა პირში. ერთდროულად წუწნი, ისე მინდა სტვილი ხანდახან. ეს ჩვენში იღვიძებს ტარტარიის გენერატორი მეხსიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტუიტიურად ვცდილობთ ჩვენი ანტენების გაწმენდას. ორგანიზმი უჯრედებზე მეხსიერება ხარავის წაუშლია. ჩვენ კი წაგვიშალეს, მაგრამ უჯრედებს ახსოვთ. 1872 წელს მოსკოვში წითელ მოედანზე დაიწყო მშენებლობა სახელმწიფოსი მუზეუმის არქიტექტურული უბრალოდ არქიტექტორი ვლადიმირ შერვუნდი და ინჟინერები ანატოლი სიმეონოვი, ინჟინერმა ანატოლმა სიმეონოვმა მიიღეს მკაცრი ბრძანება. ფუნდამენტი უფრო ღრმად ამოთხარენ, ვიდრე ეს იყო საჭირო. 8 მეტრის სიღრმეზე მაგათმა აღმოაჩინეს ძველი გალერეის ნარჩენები, რომლის კედლები იყო აშენებული აგურით კი არა, არამედ უცნაური ბლოკებით თეთრი ქვისაგან, რომლებიც ანათებდა სიბნელეში სუსტი ფოსფორისებური ფერით. კედლებს მიღმა იყო გაჭიმული საბურავებით ხელის ზომისა, რომლებიც კიდევ უფრო სიღრმეში გადიოდნენ. ზაბველინი წერს, ეს ხელსაწყო საცხოვრისი არ არის, ის იყო შექმნილი ზეთრიული ძალის მოსაზიდად მიწაში და წყალში, ანუ ეფირული ენერგიის მოსაზიდად. ამ დროს ხდება
ძველი კომუნიკაციის შეცვლა 1860 წელს რუსეთის იმპერიაში ავადდებიან ტუბერკულოზით უცნაური ჩახოთგით ეს დაავადება ემთხვევა იმ ადგილსაც სადაც სრულიად იყო დარღვეული ტარტარიის სისტემა ადამიანის ორგანიზმზე უცებ ვერ გადაერთო მცენარეულის დაწვას და ხორცის მონელებას. 1902 წელს ქიმიკოსმა მენდელეევმა გამოაქვეყნა ბროშურა სახელწოდებით ქიმიური ცდელობების გაგება სამყაროს ეფირისა. ის ამტკიცებდა, რომ წყალბადის წინ ტაბულაში უნდა იყოს კიდევ ერთი ელემენტი სახელწოდებით ნიუტინი. ხო, თურმე ეფირს ქვია ტაბულაში ნიუტინი. რომელიც არის იგივე ეფირი, რომელიც ავსებს მთელ სივრცეს. მენდელეევს ესმოდა, ეს ელემენტი არის ფუძე ყველაფრისა, ცოცხლისა. 1907 წელს მისი სიკვდილის შემდეგ უცებვე ტაბულა გადააკეთეს, ნიუტონის ამოიღეს ტაბულიდან ეს ეფირი. ნიუტონი, ანუ ეფირი ამოიღეს ტაბულიდან. რატომ? იმიტომ რომ ეფირის აღიარება ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ საკვები მხოლოდ დამატებითი ელემენტია. ელიტას კი უნდოდა, რომ საკვები ყოფილიყო სიცოცხლის ერთადერთი წყარო. თუ თქვენ აკონტროლებთ ეფირს, თქვენ გეძლევათ თავისუფლება, თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ. თუ თქვენ აკონტროლებთ პურს, თქვენ ესე იგი შეგიძლიათ ადამიანის თავისუფლების გაკონტროლება. თქვენ ქმნით მონებს. საკვების გაკონტროლებით თქვენ ელიტა ქმნის მონებს. 1840-იანი წლებიდან 1860-იანი წლების ჩათვლით მიმდინარეობს კედრის ტყეების გაჩეხვა ციმბირში. ხო, წინა ამ ვიდეოს პირველ ნაწილში მე გითხარით, რომ ტყეები იყო კედრის, რომელიც ასხივებდა ეფირულ ენერგიას, ხო, ხალხს აძლევდა ეფირულ ენერგიას, მაგრამ ეს კედრები ამოჩეხეს ოფიციალურად, ეს გააკეთეს თითქოს სამშენებლო საჭიროებებისთვის და იმპორტისთვის, მაგრამ სინამდვილეში ტარტარიაში კედრი ითვლებოდა წმინდა ხედ. არა რელიგიის გამო, არამედ კედრი იყო ბუნებრივი ანტენა, რომელსაც შეუძლია კონდეს სირება უარყოფითი იონებისა და ეფირული ენერგიისა. პირველ 1 გექტარი კედრის ტყისა ქმნის ველს, რომელშიც ადამიანს შეუძლია არ დაიძინოს, არ ჭამოს დღე-ღამეში და იცნოს თავი მშვენივრად. და ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ კედრის დაჩეხვით ხალხს ართმევდნენ კონტაქტს ეფირთან. მათ მაგივრად, ამ კედრის მაგივრად დარგეს ნაცრი და ფიჭი, რომლებიც პირიქით ადამიანს ართმევენ ენერგიას. დააკვირდით პიროგოვის ბიოგრაფიას. მის ჩანაწერებში 1850 წელს ის ახსენებს სისხლის უცნაურ შემადგენლობაზე ზოგადი მოშორებითი ურალის სოფლების მაცხოვრებლების სისხლში. ის წერდა, რომ მათ სისხლში ჰქონდათ უფრო ის წერდა, რომ ამ ციმბირის შორეული სოფლების მაცხოვრებლებს სისხლი ჰქონდათ უფრო ღია ფერის და შედედებოდა ისე ჩქარა,
როგორც ჩვენი ახლანდელი ხალხის სისხლი. ჭრილობები ამ ხალხს უხორცდებოდათ რამდენიმე საათში. ეს ხალხი იყვნენ ბოლო წარმომადგენლები, რომლებიც ორგანიზმი ჯერ მუშაობდა პლანეტაზე, მაგრამ პიროგოვს მკაცრად აუგზავნეს ამ კვლევების ჩატარება. ის გააგზავნეს ყირიმის ომში სასაკლაოზე, რომლის მიზეზი იყო საბოლოო გაწმენდა ტარტარიის ნარჩენებისაგან სამხრეთ ტერიტორიებზე. იქ სევასტოპოლში იყო აფეთქება ბოლო სინათლის ხო, იქ სევასტოპოლში ააფეთქეს ბოლო სინათლის ტაძრები, რომლებსაც ოფიციალურად ეწოდებოდა ფორტი. ყველა სპილენძის ჭურჭლები იყო ამოღებული ზომით ვედროს ხელა და უნდა შეეცვალათ ისინი რკინის მასალით და რკინა კი მალე აკისრიაეცა, ანუ იჟანგება. საშუალო სიმაღლე მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანისა იყო 10-14 სანტიმეტრი დაპატარავებული. 1880 წელს ექიმი ნიკოლოს ლუნინი ატარებს ექსპერიმენტს. ის აჭმევს თაგვებს სულთა ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით სავსე საკვებს. თაგვები კვდებიან. ექიმი მიხვდა, რომ საკვებში კიდევ რაღაც არის. მოგვიანებით მან ეს ნივთიერებები აღმოაჩინა და მას დაარქვა ვიტამინები. თანამედროვე პოლივიტამინები არის მცდელობა გარემონტონ გაფუჭებული ტელევიზორები სკოჩის გარეშე. 1850 წლის შემდეგ იწყება მასიურად კონსერვების გამოშვება. საკვები, რომელიც ინახება წლების განმავლობაში, ის არის საკვები, რომელსაც არ აქვს სასიცოცხლო ენერგია. მასში არ არის გრამი ეფირისა, მხოლოდ ქიმიური კალორიები. კონსერვების გარდა ჯარის კვების რეჟიმში აგრეთვე შედიოდა პურიც. ჯარისკაცები იძულებული იყვნენ ეჭამათ ეს კონსერვები. აბა ომში მეტის ხელსაწყოების საიდან მოეტანათ, ხო და აიძულეს ჯარისკაცებს ეჭამათ კონსერვები, პური. ისინი, ვინც ჭამდა ტარტარიის ცოცხალ პლაზმას, მათ ვერ შეეძლო მოკვა, მაგრამ ის ჯარისკაცები, რომლებიც მცენარეულ და ხორცის ჭამაზე გადავიდა, მათ საერთოდ გრძნობები არ ქონდა, შეეძლო თავისუფლად მოეკლათ. ვინც იკვებებოდა პლაზმის სასიცოცხლო პლაზმით, მათი ცნობიერების დონე იყო ძალიან მაღალი. მე-19 საუკუნიდან ანგრევენ ტრიუმფალურ არკებს. ტრიუმფალური არკები იყო კარიბჭე იონიზატორები. როდესაც ადამიანი გადიოდა ამ არყაში, ხებულობდა ენერგეტიკულ იმპულსს, დაიწყეს ციხეების და სადგურების აშენება. მათ მაგივრად ქალაქები გადაიქცა დახურული კონტურებად, საიდანაც იკაჩებოდა ძალა, ეფირული ენერგია. დაიწყო ხალხის გასუქება. გასუქება ეს არის ორგანიზმის რეაქცია უხარისხო საკვებზე. ჩვენ გავხდით მსუბუქები
მე მაპატიეთ ჩვენ გავხდით მსუქნები ჭარბი საკვების გამო კი არა არამედ სიცარიელის გამო ჩვენ ვართ ცივილიზაცია მოშიმშილე მსუქნებისა რომლებიც ცდილობენ შეავსონ სულიერი და ენერგეტიკული ხვრელი ტონა შაქრით ტონა ქვილით ქვილეულით ცომეულით 1899 წელს ხდება სანოვაგი აჯანყებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაგრამ ხალხი ფასების დაკრებას კი არ ითხოვენ ხალხი ითხოვს დაუბრუნონ მათ ძველი წესრიგი და დაუბრუნოთ ზეციური ნამი ანუ ეფირი ჩინეთში ამ აჯანყებას დაარქვეს ბაქსიურების ანუ მეკრიბეების აჯანყება აჯანყებულები ფიქრობდნენ რომ მათი სხეულები იყო დაუსიანებელი ანუ უძლებდნენ ტყვას მაპატიეთ ტყვიებს როგორც ახლა ვახსენე მე ამას წინა და ეს იყო სიმართლე მართლა ტყვია არ ხდებოდა ასეთ ხალხს მანამდე აჯანყებულებს ვერ მოერიან იმიტომ რომ იგენი არ ჭამდნენ საკვებს ჩვეულებრივს და სანამ ამ აჯანყებულებმა არ დაიწყეს ევროპული პროვიანტის ჭამა და რო დაიწყეს ევროპული პროვიანტის ჭამა ამის შემდეგ გადაიქცნენ მისაწვდომი ტყვიისთვის რადგან საჭმელმა გაანადგურა მათი მაგიური დაცვა ამ ბუნტების ჩასახჩობად ამ ბუნტების ჩახშობის შემდეგ სამყარო საბოლოოდ ჩაიძირა სიბნელეში ხო აი ამით დამთავრდა ეს ჩვენი ეს თემა ტარტარიაზე მაგრამ რამე და გითხრათ დავამატებ ახლა ცოტას ჩემგან აი ჩემ მაგალითზე გეტყვით მაკარონს რაც შეეხება მაკარონი მართალია იქ თქვა იმ კაცმა მე წინა ნაწილში პირველ ნაწილში რომ მაკარონი რამდენიც არ უნდა ჭამოდა პური სულ გინდა მართალიცა ის იგივე ხმა მე შემიძლია კარტოფილზეც და ეს კოკა-კოლა რომელიც ასე არის გაცელებული და ენერგეტიკული სასმელები ეგიც როგორც წამალი იყო გამოგონილი უბრალოდ საკვებად დიდი მასშტაბით მიიღეს გააცელეს უფრო სწორად და მახსოვს ბებიაჩემს აქვს ნათქვამი მამაჩემის დედას რომ ჩვენ დროს იზრდებოდაო ღომი სხვათა შორის სიმდიც არა ისეთი ასე ვთქვათ სარგებლიანი საკვები მაგრამ პურს მაინც ჯობნის არ გამიკვირდა ეს ექიმები ამბობენ მეუბნებიან ახლა დიაბეტი რომ აქვს და მაღალი შაქარი არ ჭამო ეს არ ჭამო ის და შევარდნათ რომ იყო ცოცხალი ლანჩხუთში ფუნქციონირებდა ფერმა სტევიის ფერმა მე მაგას ვამდი თქვენ ახევართ და შაქარი დავიგდე წამლების გავინახევრე ახლაც გადავედი ბარდაზე მწვანე ბარდა ძვირი ხირდა და მივაგენი ხმელი ბარდა ადრე მაგარი იყო ახლა ეს პარტია რო ვიყიდე ისეთი რბილია მოხარშვის შემდეგ მე მარტო წვენის დალივას ვაპირებდი მაგრამ კაკალიც დარბილებულია ისე შემიძლია ვჭამო არ დაბქვა ისე ჩოფერში ხო და მე აგერ გეუბნებით მაგალით მე ამ ბარდათი კი სხვა რაღაცებს კიდე ვაკეთებ იმიტომ რომ ძალიან მომადეს და თავიანთ მაღალმა შაქარმა და ბოლო დროს რო ვიზომავ 300 არცილდება ეს იმასთან ერთად რომ მე დოზებს მოვუკელი ამარილის დოზებს მოვუკელი და ხო ექსპერიმენტს ვატარებ ჩემ თავთან ვაკონტროლებ შაქარს კი ახლა 300-მდე ბევრია მაგრამ იყო 330 იყო 300 მაპატიეთ 230 255 251 ეს ჩემთვის მიღწევა ბარდა ხო და ახლა კიდე ვიყიდე 2 პაჩკა ახლა პენსიას რო ავიღებ ახლა პენსიამდე მე მარაკი კი მაქვს ხმელის საჭმელების ხშირი არ მოგდები მაგრამ მე მგონია ჭყინტილობიო კიდე ვიქნება შემოდგომამდე ხო გადავალ სუფებზე ჭყინტილობიო სუფებზე რაღაც ერთი მეორე კი იცით ახლა ყოველთვის ერთნაირად ფული არა მაგრამ მithumedes
ხო და მე საერთოდ რას ვამბობ? საერთოდ მინდა წამლები კიდევ რატომ არ მოქმედეს ზოგჯერ დიაბეტის წამალი? ორგანიზმი შეჩეულია ნარკომანივით წამალს და ითხოვს დოზას. მე რამდენჯერ შემომთავაზა დიაბეტოლოგმა, ენდოკრინოლოგმა გადასვლა ინსულინზე. სამჯერ მაინც შემომთავაზა არ ვქენი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩემი პანკრეასი მუშაობს. ოღონდ თავარი იყო მე რაღაც მიდგომა შემეცვალა ჩემ თავთან. არა, მე არ ვამბობ რომ მე დავამარცხე დიაბეტი, არა, ძალიან რთულია, მაგრამ მე ჩემ გულის კარნახს უსმენდი ყოველთვის და ვიცოდი რომ საჭიროა ახლა რომ მორჩე, რომ უკეთესად გახდე, უნდა გაწმინდო შენი სისხლი და სისხლს როგორ გაწმინდა, როდესაც აქეთ ქიმიურ წამლებს იღებ, ხო? გაწმენდილ სიზარღვებში შეიძლება ორმაგი სამაგი სიძლიერე დაბრუნდეს მე ეს პრობლემები თუ შენ საერთოდ არ მოიცილებ. ხო, მე არითმიის წამალით ბისოპროლოლიც გავანახებრე ახლა, სვამ ნახევარს. ხო, მაგის უთმიდება არ შეიძლება, თან მაწუხებს წნევები. ხო, ვისაც დიაბეტი აქვს, მათი მეტაბოლიტი ნიტრების გამოსვლა ორგანიზმიდან შენელებულია, ამიტომ მე კი მაქვს რაღაც პროდუქცია ბალახის დონეზე, ბალახეულის დონეზე და ვერ ვსვამ, იმიტომ რომ მაღალი წნევის დროს ახლა ეს მის ნიშანია რომ როდესაც ტოქსინები გამოდის ორგანიზმიდან ზოგჯერ იწევა შაქარი მეთქი წნევა, იმის მიუხედავად რომ ამ დროს ზოგჯერ მე არა მაქვს ისეთი მაღალი შაქარი რომ წნევაზე იმოქმედოს, თან აქეთ თირკმელიც. ნუ ნელ-ნელა ახლა თირკმლის წამალს რო სვამდი, ორი ფლაკონი დავლიე, იმ დროსაც აწეული მქონდა, იმიტომ რომ წამალი დევნიდა სილას თირკმელებიდან და ეს ხომ იჭედებოდა, სისხლობით კლდებოდა და წნევას იწვევდა. ამიტომ ვამბობ, მოусმინეთ თქვენ ორგანიზმს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა მიმართოთ სამანტყოფოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ არიან ისეთი ექიმები, თუნდაც იაფიან წამალს არ გამოგიწერენ, ძვიან წამალს გამოგიწერენ და გაქრა აფთიაკებიდან ტაუფონი და ალბუციდი. ახლა ბოლოს რომ ტაუფონი ვიყიდე მე 12 ლარი მივეცი. ახლა შეკვეთა მაქვს მისაცემი ივლისიც კიდე გაიცოდა რა თხა გადმომიტანეს ტაურინი გადმომიტანეს აფხაზეთიდან იფთხოვე, მაგრამ მერიდება რადგან ფული არ გამომართვა იმ გოგომ და რა ძვირი არ ხს ის ტაურინი იგივე ტაუფონია, ოღონდ ტაუფონის საერთო დასახელებაა და მაგრამ 5-იანია, 5 მილიწიანი და თვეში 2 მინდა და აქ ნაკიდი მაქვს. რას ვამბობ, მე რატო დავიწყე ხმაზე საუბარი? იმიტომ რომ გააქრეს აფთიაკებიდან ალოე იყო გამზადებული ალოე. მაგის ნებსებს ვიკეთებდი, მაგი კარგად მოქმედებს თვალებზე, ანთებაზე, ყველაფერზე და გააქრეს. ნელ-ნელა აქ რომ ყველა იაფიან საკვებს, ისა წამლებს. იმას ვამბობ, სტევია ცოცხლად ბალახი არა გაყიდვაში და ქიმია შერეული სტევია იყიდება. მაგრამ ის ქიმია არ მინდა მივიღო მე ამიტომ. ახლა ხო და ახლა ბარდა, შიშიტები ბარდა არ გააქრო. არ აგზავნ. ხო, ჭინდილობიო ბარდა, როდესაც არის ასეთი საშუალებები და ექიმები აჯენენ ქიმიაზე ავადმყოფებს რუსეთში მაგალითად ადრე მე რო სწავლობდი რუსეთში საერთანოზე მაშინდელი ექიმები უცებ ქიმიას არ დაგინიშნავენ ახლა კიდე არ გინიშნავენ ჯერ შეეცდებიან იაფიანი იმით რაღაც პრეპარატებით ბალახებით ამით გამოგიყვანონ იგივე სულ პრობლემა მქონდა მე ხომ რძილებთან დაკავშირებით ხო და როდესაც ერთში ცოცხალი იყო და ქუთაისში ვიყავი კეთრა 10 2009-2010 წელი და იქ კოლების ამოსახებად დავდიოდი მექანაებო და ყოლაკველები შაქრის გამო რა ვიცოდი რომ ჩირქი მქონდა არაო არაგასო ჩირქი მითხა ექიმა მაგრამ მე ვიცოდი რომ ჩირქი მქონდა და დაყენებული წამალი მქონდა მრავალძარღვის ფოთლები სპილზე დაყენებული კიდევ რაც ძახიანე კენკრა რომა სმაროდინას რომ ძახიან ოღონდ წითელი სმაროდინის ფოთლები მქონდა ჩაყრილი ამას დაუმატე სოდა მარილი წყალი დაუმატე და ამ ჩემი ნაზავით ჩემი შექმნილი ნაზავით მე მესამე დღეს ამოხეთქა სულ სხვა ადგილიდან ჩირქმა ექიმს არ ჯეროდა მე უთხარი ექიმ რა და კვილი რომ ამომიხო ვიგძენი
ვიცოდი ექიმს უთხარი აი მე ხო გითხარი თქვენ მე რომ ჩერქი მაქვს მეთქი ხდილებში გაუკვირდა ამას ვამბობ რომ ზოგჯერ კიდე კაი მე დიდი ხანია ფიტოთერაპიას მივდევ ფიტოთერაპიის გამოყენება დავიწყე იმ 90-იან წლებში, როდესაც ფულიც სჭირდა, ექიმებიც სჭირდა, წახვიდოდი უბრალოდ როდესაც იყო მაშინ ეს სოციალურები და ისე. ხო და მეც მამაჩემმა მოიტანა პოლბრგის წიგნი ეგ ის დრო იყო ახალი დევნილობაში ვიყავით. ხო და მე დავიწყე შიმშილი. იმან კი მიშოლა, მაგრამ მე ხელი ავიგდე. ხო და ახლაც ზოგჯერ აი რატომ აქვს კავშირი სულიერ საკვებს ფიზიკურ საკვებთან? უყურეთ როგორი კავშირი აქვს. როდესაც მე ვიდეოებს წერ, მე საერთოდ მავიწყდება საჭმლის ჭამა. და ახლა მით უმეტეს კომისიის მოლოდინში ქრისტიან ხაზი უნდა მოვიდნენ. მე დილას ის სასიარულო მქონდა რაც ხა და ჭამდი თორე ახლა ეს 1-2 კვირა რაც რუსკას გავაკეთებ არ შევჭამ. ხო და მაპატიეთ ახლა ბევრი დროა დარჩენილი და მინდა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. სხვანაირად არ იფიქროთ, მე უბრალოდ თქვენ გიზიარებთ ჩემ გამოცდილებას. და როდესაც მე დავუშვათ ან დავუშვათ ბაბათკაეს თარგმნიან ამას, ხო? მე საერთოდ მავიწყდება ძალიან თუ არ მომწვა ჭამა, მაგრამ როდესაც მე მაგალითად რაღაც საფიქრალი მაქვს და ვერ ვუდებ გულს, ეს ჩემთვის სულიერი საკვებია, ხო? კარზე ფიქრა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ჩემი ყურადღება ორად იყოფა. იმ დროს გელივით მშია. მე არ მყოფნის, რაც არ უნდა ვჭამო, იმიტომ რომ მეც სულიერი საკვები ვერ მივიხე, იმ დროს საჭირო დოზით. მე გადავდივარ ფიზიკურ საჭმელზე. აი, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რაღაცით უნდა გაერთოთ თავი, რომ ბევრი არ ჭამოთ. წინი წაიკითხეთ, მოგცობეთ, ხატეთ, რაღაცა ხობი გაიჩინეთ. ხო, არავითარ შემთხვევაში ჭარბწონიანი თუ ყავთ ოჯახში, არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ, რომ შენ ჭამ ბევრს, ამიტომ ხარ მსხვილი, არა მაგ იმასზე. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეს იმ ადამიანზე, ვისაც ჭარბი წონა აქვს. პირიქით, თქვენ ასეთ ადამიანს უნდა შეუქმნათ 7 გარემო, რომ მან არ ინერვიულოს და ჭამაზე უფრო არ გადავიდეს. რასაც უგზალავენ ადამიანს, მაგას აკეთებს ხოლმე და უფრო მეტი მოუნდება ჭამა. კარგით, მე ამით დავამთავრებ. ამ თემასთან დაკავშირებით მეორე ნაწილს. ხო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით